წინა ვიდეოებში უკვე განვიხილეთ ატომური ჩვევების პირველი და მეორე წესები. პირველი, გააცხადე და მეორე, აქციე მიმზიდველად, რომლებიც გვასწავლის, როგორ მოვიწყოთ გარემო ჩვენს სასარგებლოდ და როგორ გამოვიყენოთ დოფამინი მოტივაციის შესაქმნელად. იმისთვის, რომ სასარგებლო ჩვევების შენარჩუნება შევძლოთ, ამ ვიდეოში ატომური ჩვევების ბოლო ორ წესს გავეცნობით. წესი ნომერი 3, გაამარტივე და წესი ნომერი 4, აქციე სასიამოვნოდ. ჯეიმს კლიერი წიგნში ატომური ჩვევები დაგეგმვას მოძრაობას არქმევს. მოძრაობაში ყოფნა გვიქმნის პროგრესის ილუზიას წარუმატებლობის რისკის გარეშე. ახალი ჩვევის ჩამოსაყალიბებლად საჭიროა დაასრულო დაგეგმვა და დაიწყო მოქმედება. ჩვევის ერთბაშად ჩამოყალიბების მცდელობა ხშირად წარუმატებელია. ამიტომ გამოიყენე 2 წუთის წესი. ახალი ჩვევა პირველ ეტაპზე ისე გაამარტივე, რომ მის გასაკეთებლად 2 წუთზე ნაკლები დაგჭირდეს. ნაცვლად იმისა, რომ გეგმაში გქონდეს წიგნის წაკითხვა, 1 გვერდის წაკითხვა დაგეგმე. მაქსიმალურად გაამარტივე ახალი სასარგებლო ჩვევა, რომ მისი შესრულება შეძლო რეგულარულად. ეს ძლიერი სტრატეგიაა. ახლა კი გავეცნოთ ბოლო წესს. აქციე სასიამოვნოდ. იცი რატომ ვიმეორებთ მავნე ჩვევებს? რადგან მისი შედეგები მყისიერ სიამოვნებას გვანიჭებს. მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, რა უარყოფითი შედეგები ექნება მომავალში ამ მავნე ჩვევებს. როგორ უნდა ვაქციოთ სასარგებლო ჩვევების შედეგები მავნე ჩვევების მსგავსად სასიამოვნოდ? ამისთვის საჭიროა ჩვევის შესრულებისთვის თავი მცირედით დაიჯილდოვო. მაგალითად, თუ სწრაფი კვების ობიექტის ნაცვლად სადილს სახლში მიირთმევ, დაზოგილი თანხა გადაინახე სამოგზაურო ბიუჯეტში. როცა მომენტალურად იღებ ჯილდოს, დიდია შანსი, რომ ქცევას კვლავ გაიმეორებ. როდესაც რაიმე გარემოება შენს გეგმებში ერევა, გახსოვდეს ერთი მარტივი წესი. არასდროს გამოტოვო ზედიზე ორჯერ. ჩვევის ერთხელ გამოტოვება შემთხვევითობაა, ხოლო ორჯერ გამოტოვება ახალი, ცუდი ჩვევის დასაწყისია. თუ ცუდი დღე გაქვს, სპორტულ დარბაზში მხოლოდ 5 წუთის გატარებაც კი საკმარისია შენი იდენტობის გასამყარებლად. შენ ხარ ადამიანი, რომელიც ჩვევებს არ აცდენს. საქმე შესრულების ხარისხში კი არა, იმ პიროვნებაშია, რომლადაც ყალიბდები.